მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას. მინდა მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, ნებისმიერი რეაქციისთვის. მადლობა და ვისაც არ გამოგიწერიათ არხის სტუმრებს თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ძალიან ბევრი მომხმარებელი უყურებს, რომელსაც არ აქვს გამოწერილი ჩემკარგებო. ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ენერგიების დაბალანსების მიზნით საჭიროა რომ გამოიწეროთ, რადგან თქვენ ინფორმაციას იღებთ უფასოდ და რატომაც გამოწერა არ გინდათ. ჩუმად ადევნებთ თვალს არხს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ კარგი იქნება თუ გამოიწერთ. ახლა მინდა გავშალო და ასეთი თემა გავაკეთო. ვინ გადევნებთ თვალს, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული? ორ ვარიანტზე ჩემოკარგებო. ნახოთ, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ვის გვიჩვენებს ორ ვარიანტზე. ნახოთ, რომ მე დავავაგებ არკანებს და ნახოთ პირველი ვარიანტის ამომრჩეველს. ვინ არის პირველი ვარიანტის, ვინც აირჩევთ პირველ ვარიანტს, თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული ვინ არის, რატომ გადევნებთ თვალს და ანუ დაინტერესების მიზეზი და რამდენად ახლოს არის ეს პიროვნება თქვენთან, რამდენად როგორ მიხვდეთ ვინ არის, ხო, რამდენად გაქვთ კონტაქტი, რას გვიჩვენებს. აი ასე. მეორე ვარიანტი, ვინ გადევნებთ თვალს და ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ნახოთ, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ვინც მეორე ვარიანტს აირჩევთ, რატომ გადევნებთ თვალს, რატომ არის თქვენით დაინტერესებული და როგორ მიხვდეთ ვინ არის, გაქვთ თუ არა ურთიერთობა, ხო, როგორ ამოიცნობთ ეს პიროვნება. მაშინ მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული. ფორტუნას ბორბალი. ამოვიდა ჩემო ძვირფასებო. ფორტუნას ბორბალით შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებელია პიროვნება, ვისთანაც რაღაც პერიოდული შეხება გაქვთ, შესაძლებელია პიროვნება წარსულიდან იყოს, პერიოდულად ჩნდებოდეს თქვენს ცხოვრებაში, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს სამსახურთან დაკავშირებული პიროვნება, რომელთანაც შესაძლებელია ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ამ მომენტისთვის რაღაც ისეთი მოხდა, თითქოს გიჭირთ ურთიერთობა ამ პიროვნებასთან, რადგან ვერ პოულობთ მასთან რაღაც საერთო ენას, გიჭირთ თუ რაღაც განიცდით რაღაცის ნაკლებობას ერთი სიტყვით, აი რაღაც არ ვიცი, თქვენ შორის არის კავშირი, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ეს პიროვნება ან ურთიერთობიდან წავიდა, ან გქონდათ ურთიერთობა, მაგრამ თქვენი გზები გაიყარა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ, შესაძლებელია პერიოდულად ჩნდება თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ დაინტერესების მიზეზი. კი, აი წარსულიდან არის პიროვნებასთან, ჩემო ძვირფასებო, პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, პიროვნებასთან გქონდათ წარსულში ურთიერთობა. შესაძლებელია ეს იყო დიდი ხნის ნაცნობი, რომელიც შესაძლოა არ არის გამორიცხული, ზოგიერთთან იყოს ბავშვობის მეგობარი, რომელსაც თქვენთან რაღაც თბილი ემოცია აკავშირებს. ან ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს დიდი ხნის ნაცნობი, ხო, ყველასთან საჯარო გაშლა და სხვადასხვა საკითხი იქნება, მაგრამ რატომღაც რაღაც მოხდა თქვენში, რაღაც ვალდებულებები, რაღაც პასუხისმგებლობები დაგეკისრათ თუ გაქვთ ამჟამად, ანუ და რაღაცნაირად თქვენი გზები გაიყო თითქოს, ხო, ვეღარ პოულობთ თითქოს იმ საერთო ენას. თითქოს რაღაც გაცივდა თქვენს ურთიერთობაში, რაღაც დაირღვა ბალანსი, კავშირი, ერთი სიტყვით, აი ესეთი მომენტია, მაგრამ ეს პიროვნება, ამ პიროვნებას გადევნებთ თვალს იმიტომ, რომ იხსენებს წარსულს, იხსენებს იმ ყველაფერს, რაც თქვენთან აკავშირებდა. და მე მინდა ვთქვა, რომ ეს პიროვნება არ არის თქვენთვის უცხო, ჩემო ძვირფასებო. და როგორ იცნოთ, ხო? ამ პიროვნებისგან გული გაქვთ ერთი სიტყვით ნადგენი. ეს პიროვნება დიდი ალბათობით ძალიან ბევრთან იქნება კვერთხის მეფე, ჩემო ძვირფასებო, მამაკაცი, ვისთანაც რაღაც არ არის გამორიცხული, რომ გქონდათ რაღაც რომანი, ურთიერთობა ერთი სიტყვით, მაგრამ ამ პიროვნებისგან ძალიან დიდი გულის ტკინა გაქვთ. აი ეს პიროვნება არის კვლავ დაინტერესებული თქვენი ცხოვრებით, თქვენთან
სიახლოვით, რადგან ახსენდება ის ყველაფერი, რაც თქვენთან ერთმანეთთან გაკავშირებდათ. ზოგიერთ შესაძლებელია გავიმეორებ კიდევ, ზოგიერთთან იყოს სამუშაო თემაც, ხო? ანუ იქ, სადაც მუშაობთ, ან მუშაობდით, რაღაც შესაძლებელია ეს პიროვნებაც იქ იყო, იქ მუშაობდა, ერთად იყავით, ერთი სიტყვით, იმ სივრცეში იყავით. შესაძლებელია ერთად არ მუშაობდით, მაგრამ გვხვდებოდათ იქ, სადაც თქვენ მუშაობდით, ხო? ანუ პერიოდულად მოდიოდა იმ ადგილას, სადაც თქვენ ხედავდათ ერთი სიტყვით თქვენ სამუშაო პოზიციაზე, თქვენ სამუშაო ადგილას ერთი სიტყვით, აი ესეთი ვარიანტია და ამ პიროვნებასთან სამიანი ხმალი, ხო? ანუ რაღაც გულითადი თემები გაკავშირებდათ ამ პიროვნებასთან და ეს პიროვნება კვლავ დაინტერესებულია თქვენით, თქვენი ცხოვრებით, შესაძლებელია სურს თქვენთან დაბრუნება. აი ესეთია პირველი ვარიანტი. თუ გეცნოთ საკუთარი სიტუაცია, საკუთარი თავი, გამომეხმაურეთ შემოძვირფასება და მე გადავდებ პირველს და დავიწყოთ მეორე ვარიანტით. ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული? შემოძვირფასება. თქვენი ცხოვრებით დაინტერესებულია პირი, ვისაც თავადაც დაენგრა ცხოვრება. ვისთანაც მოდი მე გავხსნი ყველა კარტს დაინტერესების მიზეზი რა არის. სამიანი კვერთხი და როგორ მივხვდეთ რა გაკავშირებდათ პენტაკლის მეფე ამოვიდა. სავარაუდოდ ორივე ვარიანტში გვაქვს და მეორე ვარიანტში ნათლად ამოვიდა ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ დაინტერესებულია ის პიროვნება, ვისთანაც ამჟამად კავშირი აღარ გაქვთ, ვისთანაც უკვე დაასრულეთ ურთიერთობა, ვისთანაც გქონდათ რაღაც მძიმე გამოცდილება, მძიმე წარსული. ერთი სიტყვით, თქვენი გზები გაიყარა, დასრულდა, საბოლოოდ დასრულდა, ხო, ურთიერთობა შესაძლებელია ამ მომენტში შეხება აღარც გაქვთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ პიროვნებას დაინტერესების მიზეზი რაღაცნაირად განიხილავს ისევ პერსპექტივას თქვენთან ერთად, რაღაცნაირად სურს ისევ, რომ ურთიერთობა აღადგინოს. მოდი დავაზუსტებ. კიდევ რა არის დაინტერესების მიზეზი? შესაძლებელია აინტერესებს თქვენი ცხოვრება, როგორ ააწეთ და როგორ ხართ იმის მერე, რაც თქვენ შორის მოხდა, ხო? ანუ შესაძლებელია ზოგიერთთან ეს საკითხიც იყოს. კიდევ რა არის? ხო, ну ბუნდოვანია მისთვის ამჟამინდელი თქვენს შესახებ შესაძლებელი რაიმე ინფორმაციის გაგება უნდა. ნახეთ, უზენაესი სამსჯავრო და ვარსკვლავის არკანი მაგ დასტის კიდევ შემდეგ, ხო? ანუ აქ აშკარად იყო დაგიდებული კაციც აქვია. თქვენ შორის ამჟამად არის პაუზა. ერთი სიტყვით, თქვენით დაინტერესებულია მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ. პიროვნება, ვისთანაც ამჟამად კავშირი აღარ გაქვთ. ყოფილი პარტნიორი, ანუ ყოფილი პარტნიორი, შემოძვირფასებო. მას თქვენ შესახებ აინტერესებს ინფორმაცია, როგორ ხართ, როგორ ააწევთ ცხოვრება, როგორ დადექით ფეხზე იმ ყველაფრის მერე, რაც გადაიტანეთ, ხო? ანუ თქვენთან ამ პიროვნებას წარსული აკავშირებს და დასრულებულია ეს ურთიერთობა, მინდა გითხრათ. ზოგიერთთან შესაძლებელია ინტერესის მიზანი იყოს ურთიერთობის აღდგენა, ოღონდ ჯერ ბურუსი აქვს პიროვნებას. არ იცის ეს როგორ იქნება და რა იქნება. შიშები აქვს, შიშები აწუხებს, კი აქვს სურვილი, მაგრამ როგორ განახორციელებს, რანაირად რეალიზებას, როგორ გაუკეთებს აი ამ თავის სურვილს, ეს არ იცის. და ამ პიროვნებასთან, როგორც უკვე გითხარით, თქვენი ყოფილი მამაკაცი, ყოფილი პარტნიორი, ვისთანაც შესაძლებელია ზოგიერთს ჰქონდათ სასიყვარულო სამკუთხედით, შემოძვირფასებო, არც ეს არ არის გამორიცხული. მე არ ვიცი რომელი მხარე მიყურებს, მაგრამ ზოგიერთთან იქნება სასიყვარულო სამკუთხედში მყოფი პარტნიორი, ვისთანაც იყავით. ან თქვენ, ან ის პიროვნება, ანუ იმიტომ რომ აქ ამოდის ქურუმი ქალიც, ქურუმი ქალი 6-იანი პენტაკლი, რომელიც ხშირად ჩემს გაშლებში აჩვენებს იმას, რომ ურთიერთობაში არის მესამე პირი, შემოძვირფასებო. ისე რომ ყოფილი პარტნიორი, ყოფილი თაყვანისმცემელი, არ ვიცი, თქვენ უკეთესად იცით თქვენი სიტუაცია და მოარგეთ, ამიტომ აი ეს პიროვნება დაინტერესებული თქვენით, ჩემო კარგებო, ყოფილი. აი ასეთი იყო ეს მოკლე გაშლა, მაინტერესებს გამომეხმაურეთ, რომელი ვარიანტი რეზონირდა თქვენთან. ვისაც დაკავშირება გინდათ, შემოძვირფასებო, მე ვტოვებ ჩემს Facebook links, სადაც მესენჯერის საშუალებით შეგიძლიათ მომწეროთ, შევთანხმდებით ყველაფერზე. ფასებს რაც შეეხება, მე ვიცი რა ფასებიც არის ზოგადად, მაგრამ იმის გამო, რომ სოციალურად ძალიან ბევრი
ბევრს არ აქვს იმის საშუალება ვითვალისწინებ ყველას მდგომარეობას. ამიტომ ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომის ფასი, რაც გააჩნია ოღონდ რა თემაზე გენდომებათ გაშლა და ეს ყოფითი თემები რაც არის, ამას გულისხმობ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. დამიკავშირდით Facebook-ზე, თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ და მე ყველანაირად ვეცდები, რომ თქვენი მოთხოვნები, ასე ვთქვათ, დავაკმაყოფილო. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ რა თემებზე გსურთ გაშლა და გამოიწერეთ ჩემო ძვირფასებო არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები. მადლობა და ნახვამდის.